შესანიშნავი წიგნი აღმოჩნდა 15 ბრწყინვალე და ძალიან კონკრეტულ ეპიზოდს გამოვყოფ წიგნიდან, რომლებიც ნათლად აღწერს წარმოუდგენელი მასშტაბების მქონე კომპანიის მთავარი აღმასრულებელი ოფიცრის ჯენსენ ჰუანგის აზროვნებასა და მისი ტვინწყობის ეგრეთ წოდებული მაინდსეტის მოდელს. აქვე შეგახსენებთ, რომ გონების სამყაროს პოდკასტს შეგიძლიათ Spotify-ზეც უსმინოთ ხოლმე. პირველი ჯენსენი ტაილანდში დაიბადა და რაღაცა შემთხვევის წყალობით მამამისი 60-იანების ბოლოს ნიუ-იორკს ესტუმრება და იქ მიხვდება, რომ მისი ორი შვილის ნათელი მომავლისთვის ამერიკა აუცილებელი წინაპირობაა. ჯენსენის დედმამა მერე გადაწყვეტილებას მიიღებს და 9 წლის ჯენსენი და მისი ძმა იგზავნება ამერიკაში, სადაც მათ ბიძა ხვდებათ. აქედან იწყება ჯენსენის ამერიკული ოცნება, რომელიც ღარიბი მიგრანტისთვის იავარდებით მოფენილი არ არის მოგეხსენებაც. სკოლაში ბულინგი, ეთნიკურობაზე ხაზგასმა, თუმცა კერკეტი კაკალი ვიყავიო და სადაც მუშტი იყო მოსაქმნები, მოკლედ არავის არაფერს უთმობდიო. სწავლის პარალელურად მისი პირველი სამსახური დენის რესტორანთა ქსელი აღმოჩნდა, სადაც ტუალეტების დამლაგებლად მუშაობდა. იმაზე მეტი საფირფარეშო მაქვს დალაგებული, ვიდრე ნებისმიერ სხვა აღმასრულებელი ოფიცრების ისტორიაში. იხსენებს ჯენსენი. მოდი აქედან გამოვიყენოთ ტერმინი CEO გთხოვთ. დამლაგებლის პოზიციიდან შემდგომ მიმტანის პოზიციაზე გადადის, რამაც საბოლოოდ გამოდეხა ნაჭუჭიდან და მისი ძალიან ჩაკეტილი ბუნება შედარებით ექსტრავერტული გახადა. როდესაც ჯენსენი რესტორანში მუშაობის ეპიზოდებს იხსენებს, აქაც კი ჩანს ადრეულ ასაკში მისი საოცრად შეჯიბრებითობითი ბუნება და განსხვავებული სამუშაო ეთიკა, რასაც ჩვენ მთელი ამ პოდკასტის განმავლობაში შესანიშნავად ვნახავთ და რაც საბოლოო ჯამში NVIDIA-ს შექმნის. ასე მაგალითად იხსენებს, საკუთარ თავს ვაიძულებდი მაქსიმუმი მეკეთებინაო. მაშინაც კი თუ ეს აბსურდულ მიზანს გულისხმობდაო. მაგალითად, როგორიცაა ყავის იმაზე მეტი ფინჯნის ერთდროულად ტარება, ვიდრე სხვა პერსონალს შეეძლო. მოკლედ რომ ვთქვათ, ის შრომობს განსხვავებულად და ეტყობა კოჭებშივე, რომ თეთრი ყვავია ამ კუთხით. ეგრეთ წოდებული მიგრანტის მენტალიტეტის ამოძახილი უნდა იყოს ეს, როდესაც ჯენსენი ამბობს, შიში ამის გამო ხშირად არ მეუფლება, არ მაშინებს იმ ადგილების აღმოჩენა, სადაც აქამდე არ ვყოფილვარ. დიდი დისკომფორტის ატანა შემიძლია. მეორე მოგეხსენებათ, NVIDIA-ს 3 თანადამფუძნებელი ჰყავდა: კრის მალაჩოვსკი, კერტის პრიმი და თავად ჯენსენი. მათი გზების გადაკვეთა და შემდგომი შეთანხმების მიღწევა აქ იღბალი სახსენებელი თემაა. სამივე შესანიშნავი პროგრამული ინჟინერი, თუმცა პრიმი და მალაჩოვსკის იმ დროს ესაჭიროებოდათ მესამე ადამიანი, რომელიც CEO-ს ფუნქციას შეითავსებდა, შეძლებდა მოლაპარაკებების წარმოებას და კომპანიის აწყობას. ამ შეთავაზებით ისინი ჯენსენთან მიდიან. ჯენსენი ამ დროს ჩიპებზე მუშაობს LSI Logistics-ში და ერთ პირობას უყენებს. დამარწმუნეთო, რომ ჩვენი სტარტაპი წელიწადში 50 მილიონის გაყიდვებს დადებს და თქვენთან მოვდივარო. საბოლოოდ ისინი შეთანხმებას აღწევენ. კრისი და კერტისი ყველაზე ნიჭიერი ინჟინერები და კომპიუტერული მეცნიერები იყვნენ, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ. იხსენებს ჯენსენი. იღბალს წარმატებაში დიდი როლი აქვს და ჩემი იღბალი სწორედ მათთან შეხვედრა იყო. მეორე მხრივ კი კურტის პრიმი საუბრობს ჯენსენზე. ჯენსენი მსოფლიოში საუკეთესო მომლაპარაკებელი და გარიგების ოსტატია. ამაში ეჭვი არავის ეპარება. ჯენსენი რაღაცნაირად ახერხებს NVIDIA-სთვის ისეთი საოცარი ბიზნეს გარიგებების დადებას, რომლებიც კომპანიას კვლავ და კვლავ გადაარჩენს ხოლმე. იხსენებს კურტის პრიმი. მესამე აზრების ნათლად და მკაფიოდ გადმოსაცემად ჯენსენ ჰუანგის ფავორიტი მედიუმი არის თეთრი დაფა და ეს ცნობილი ამბავია. საყვარელი მარკერის ბრენდიც კი ქონია, რომელიც მხოლოდ ტაივანში იყიდება თურმე. შეხვედრებზე მოულოდნელად წამოხდება თავისი საყვარელი მარკერით ხელში, რათა პრობლემა დაფაზე გადაიტანოს და გასაგების სახით გადმოსცეს. როგორც წიგნის ავტორი წერს, სინამდვილეში ის მუდმივად მონაცვლეობს მასწავლებლისა და სტუდენტის როლებს შორის, რაც თანამშრომლებში კოლაბორაციულ სულს აღვივებს, რათა მათაც განავითარონ აზროვნება და გადაჭრან ის სირთულეები, რომელთა წინაშეც დგანან.
მისი ჩანახატები იმდენად ზუსტია, რომ მათი გამოყენება ტექნიკური დოკუმენტაციის სქემებადაც კი შეიძლება. კოლეგები მას პროფესორ ჯენსენს უწოდებენ იმის გამო, რომ მას შეუძლია რთული კონცეფტები დაფაზე ყველასათვის გასაგებად ახსნას. ესე იგი, როდესაც ჯენსენი მივლინებაში მიდის, თანამშრომლები ყოველთვის ზრუნავენ, რათა დანიშნულების ადგილზე თეთრი დაფა დახვდეს. თუ დაფის შემოსატანად 5 კაცია საჭირო, ესე იგი სწორი ზომაო. ამბობს ერთ-ერთი NVIDIA-ს აღმასრულებელი. მეოთხე, ჯენსენი უაღრესად თვითკრიტიკულია. 4 თვის წინ ინტერვიუში აქვს ესეთი რაღაცა ნათქვამი. 4 თვის წინ. ყოველ დილით გაღვიძებისას სარკეში ვიხედები და საკუთარ თავს ვეუბნები. არაფრად ვარ გიხარ. წარმოიდგინეთ, ამას ამბობს CEO, რომელსაც ყველაფერი მიღწეული აქვს. მას როგორც ჩანს, სურს თვითკმაყოფილების გზნობის განეიტრალება. თვითკმაყოფილება ოდნავადაც კი არ უნდა შემოიჭრას, მათ შორის კომპანიის მართვის პროცესში. სამუშაო შეხვედრებზე ჯენსენის ცნობილი მანტრა შემდეგნაირად ჟღერს. გაკოტრებამდე 30 დღე დაგვრჩა. მნიშვნელობა არ აქვს, რა პოზიციაში იმყოფება კომპანია, გაკოტრებამდე მისთვის ყოველთვის 30 დღეა დარჩენილი. მეხუთე. ავტორი წერს, ჯენსენს სწამს, რომ NVIDIA-ს ყველაზე დიდი მტერი არა კონკურენცია, არამედ საკუთარი თავია, უფრო კონკრეტულად კი ის თვითკმაყოფილება, რომელიც ნებისმიერ წარმატებულ კომპანიას ეუფლება. განსაკუთრებით კი ისეც, რომელსაც NVIDIA-ს მსგავსი ხანგრძლივი და შთამბეჭდავი ისტორია აქვს. ეს მეგობრებო განსაკუთრებით კარგად ჩანს კომპანიის შექმნის ადრეულ ეტაპზე, სადაც ჯენსენი მნიშვნელოვან გაკვეთილებს ნაბიჯ-ნაბიჯ სწავლობს. ის იხსენებს, ჩვენ საკუთარ თავს გადავურჩით. ჩვენივე თავის ყველაზე დიდი მტერი ჩვენვე ვიყავით. საქმეს ცუდად ვაკეთებდით. კომპანიის არსებობის პირველი 5 წელი ასეთი იყო. ყავდა მართლაც ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრს შრომობდნენ, თუმცა კომპანიის შექმნა სულ სხვა პროცესია. სხვადასხვა ჯენსენის საყვარელი წიგნია ჰარვარდის ბიზნეს სკოლის პროფესორის კლეიტონ კრისტენსენის წიგნი, სადაც ეს ავტორი ამტკიცებს, რომ კომპანიის წარმატება ხშირად თავადვე შეიცავს ამავე კომპანიის მარცხის მარცვლებს, რაც განსაკუთრებით კარგად ტექნოლოგიების სექტორში ჩანსო. და ჯენსენი ამ ნარატივს სრულად იზიარებს. მეექვსე. ჯენსენისთვის ბევრჯერ უკითხავთ, რა არის წარმატების საიდუმლო. ამასთან დაკავშირებით მას ერთი და იგივე პასუხი აქვს ხოლმე. ადამიანებს, რომლებიც ცხოვრებისგან ბევრს მოელიან, ძალიან დაბალი გამძლეობის დონე აქვთ. სამწუხაროდ წარმატების მისაღწევად გამძლეობა ანგარის გასაწევია. დიდებულება ინტელექტიდან არ მოდის. დიდებულებას ხასიათი ქმნის და შემდგომ აქვე დასცენს. გისურვოთ გამოსცადოთ ტკივილისა და ტანჯვის დიდი დოზები. ჯენსენს სჯერა ტანჯვაში გამოწვრთობის. მეშვიდე. ჯენსენი თანამშრომლების მიმართ არის მომთხოვნი. მომთხოვნიც რბილი ნათქვამია აქ რა. ამასთან დაკავშირებით ის ძალიან ღიად საუბრობს, შეურბილებლად და ისეთნაირად იმგვარად, როგორც რეალურად არის. მისი მიდგომაა, რომ NVIDIA-ში შრომა მხოლოდ ფიზიკის კანონებით შეიზღუდოს. ყველა თანამშრომელი მუშაობს სინათლის სიჩქარით. წერტილი. ჯენსენის აზრით, კომპანიები დროთა განმავლობაში განიცდიან შინაგან ლპობას, რაც გამოწვეულია ბიუროკრატიული პროცესების დამატებით და თანამშრომელთა მხრიდან არაკეთილსინდისერი დროის მენეჯმენტით. NVIDIA-ში ყველა დავალება უნდა გადაჭრილიყო, ყველა ამოცანა უნდა გადაჭრილიყო გუშინ. CEO-დან დაწყებული, ჯუნიორ თანამშრომლით დამთავრებული, ყველა გამალებით და შესაძლებლობების პიკზე მუშაობს. ჯენსენი ამ საკითხთან დაკავშირებით არის უკომპრომისო და ეს წიგნში ჩანს შესანიშნავად. ეპიზოდი 8. ჯენსენს შეჯიბრებითობა უყვარს. ის ყველასთვის უბადლო და საშიში კონკურენტია. NVIDIA-ს ერთ-ერთი აღმასრულებელი იხსენებს, მნიშვნელოვან გამოფენაზე მეორე ადგილი დავიკავეთო და ჯენსენმა მკაცრად მითხრა, მეორე ადგილი ნიშნავს, რომ პირველი ხარ წაგებულებს შორის. მისი ეს ნათქვამი არასოდეს დამავიწყდება, იხსენებს აღმასრულებელი.
მივხვდი, რომ მუშაობდი უფროსისთვის, რომელსაც სჯერა, რომ აბსოლუტურად ყველაფერში უნდა გავიმარჯვოთ. ეს უდიდესი წნეხი იყო. კონკურენტებთან მიმართებაში დაუნდობელია ჯენსენი. ერთ-ერთ სამუშაო შეხვედრაზე კომპანია ინტელს კიცხავდა და თანამშრომლებს შემდეგნაირად მიმართავდა. ინტელის მიზანი ჩვენი განადგურება და ბიზნესიდან გაგდებაა. მათ ეს საკუთარ თანამშრომლებს უთხრეს და მათაც გაითავისეს. ისინი ჩვენს გაკოტრებას აპირებენ. ჩვენი საქმეა მოვკლათ ისინი მანამ, სანამ დაგვუპოვნენ. ჩვენ უნდა ავლიეთ და დავამარცხოთ ინტელი. ერთ ინტერვიუში ჯენსენს საკუთარ თავზე შემდეგი რაღაცა აქვს ნათქვამი. მე ყველაზე რთულად მოსაკლავი აღმასრულებელი ოფიცერი ვარ. აი ესეთი შეუპოვარი და ხისტი განწყობების კაცია. ეპიზოდი 9. ჯენსენის წარსულის ყველაზე კარგი გამოხატულება არის მისი მუშაობის ამოუწურავი უნარი. მისი აზრით ბიზნესში სამუშაო ეთიკა შესაძლებელია ინტელექტზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყოს. არა აქვს მნიშვნელობა რამდენად ჭკვიანი ხარ, რადგან ყოველთვის გამოჩნდება ვინმე შენზე ჭკვიანი. შენს კონკურენტებს არასოდეს ზინავთ, ამბობს ჯენსენი. არც ჯენსენს ზინავს სხვათა შორის. აგერ უკვე თითქმის 40 წელია NVIDIA-ს მართავს, მისი რუტინა და სამუშაო გრაფიკი არანორმირებულია. ის ამბობს, მე არ ვიცნობ არც ერთ წარმატებულ ადამიანს, რომელიც ბიზნესს შემდეგნაირად უყურებს. ეს არის ბიზნესი, ამას 8-დან 5-მდე გავაკეთებ, 6-ის 1 წუთზე კი სახლში წავალ, ყველაფერს გავთიშავ და მივდივარ. შენს თავს უფლება უნდა მისცე, რომ საქმე აკვიატებად გადააქციო. ჯენსენისთვის NVIDIA 100%-ით აკვიატებაა და ეს ჩვენს გონების სამქროს ეპიზოდებში დაფარულ ხალხთან მიმართებაში პირწმინდად ხვდება. ბრწყინვალებას მოსდევს აკვიატება, უბრალოდ აკვიატებას მოსდევს ბრწყინვალება. ავტორს ასეთი რამ უწერია. თანამშრომლებს შის გვრით, როდესაც ჯენსენი იშვიათ ჩვეულებაში მიდის, რადგან ის როგორც წესი სასტუმროში ზის და კიდევ უფრო მეტ მეილს იწერება, რაც მათ ჩვეულებრივზე მეტ საქმეს უჩენს. როგორც საქმეთ შეპყრობილი ხალხს ჩვევია, როგორც ჩანს ჯენსენის ტვინი იშვიათად თუ ითიშება. სულ საქმეზე ფიქრობს. მე ყოველდღე ვმუშაობ, იხსენებს ის. არ არსებობს დღე, რომ არ ვიმუშაო. თუ არ ვმუშაობ, ვფიქრობ იმაზე თუ როგორ ვიმუშაო. ჩემთვის მუშაობა დასვენებაა. ერთ-ერთ ინტერვიუში ინტერვიუერმა თანამშრომლებს კითხა NVIDIA-ს თანამშრომლებს ეკითხება, რომლებიც ამბობდნენ, რომ ძალიან მომთხოვნია ჯენსენი და პერფექციონისტია და მასთან მუშაობა რთულიაო. რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით, რომ ჯენსენს ეკითხებიან და ჯენსენი ამ ყველაფერს ბრჭყალებში ბრალდებებს უბრალოდ დაეთანხმა. ასეც უნდა იყოს, ამბობს ის, თუ გსურს არაჩვეულებრივი რამეები აკეთო, ეს იოლი არ უნდა იყოს. აქვე ერთ-ერთ თათბირზე აქვს ნათქვამი, შეიძლება არსებობენ ჩემზე ჭკვიანი ადამიანებიც, თუმცა ჩემზე ბევრს ვერავინ ვერასდროს იშრომებს. ეპიზოდი 10. წიგნში ერთი შესანიშნავი ეპიზოდი გვაქვს, როდესაც NVIDIA ჯერ ჩანასახთან არის და სამივე დამფუძნებელი ხვდება Sequoia-ს ერთ-ერთ აღმასრულებელს ფულის ჩადების მიზნით. Pitching-ის პროცესია და ეს გაღიზიანებული Sequoia-ს აღმასრულებელი სამივეს მიმართავს გაღიზიანებულად შეკითხვით. ვინ ხართ თქვენ? თქვენ ბოლო-ბოლოს სათამაშო კონსოლების კომპანია ხართ, გრაფიკული კომპანია ხართ თუ აუდიო კომპანია? რომელიმე ერთი უნდა იყოთ. კურტის პრიმიმ უპასუხა, რომ ჩვენ ყველაფერი ვართო და აქ ჯენსენი მნიშვნელოვან გაკვეთილს სწავლობს, რომელიც Sequoia-ს აღმასრულებელმა ძალიან მაგრად ჩამოუყალიბა. ამოირჩიეთ ერთი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ დამარცხდებით, რადგან არ იცით ვინ ხართ. როგორც ჯენსენი მოგვიანებით იხსენებს, ეს პრეზენტაცია ხო საშინლად ჩავატარეო. ძალიან გამიჭირდა იმის ახსნა, თუ რას ვაშენებდი, ვისთვის ვაშენებდი და რატომ ვიქნებოდით წარმატებული. რას აშენებ და ვისთვის არის პროდუქტი. თქვენ მთელ კარიერას ამ კითხვაზე პასუხის გაცემას მოვანდომებთ, ამბობს ჯენსენი. ამ საუბრიდან რამდენიმე თვეში Sequoia-მ NVIDIA-ში ფული მაინც ჩადო და ამ გადაწყვეტილების მიღებისას Sequoia-ს აღმასრულებელი ჯენსენს ეუბნება.
ჩემი განჯდის საწინააღმდეგოდ იმის საფუძველზე, რაც ახლა მითხარი, მე გაძლევთ ამ ფულს, მაგრამ თუ ჩემს ფულს დაკარგავ, მოგკლავ. აქვე ჯენსენი იხსენებს, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში იმიტომ იქნა მიღებულიო, რომ ჩვენს რეპუტაციაზე დადეს სინამდვილეში ფსონიო. თქვენი რეპუტაცია თქვენზე წინ ივლის მაშინაც კი, თუ ბიზნეს გეგმის წერის უნარი არ გივარგათ. ამბობს ის. ეპიზოდი 11. ჯენსენი კომპანიაში თამამად და პირდაპირ ავრცელებს იმ თამაშის წესებს, რომლებსაც ის მნიშვნელოვნად მიიჩნევს. მაგალითისთვის, მისთვის ხანგრძლივი მუშაობა წარმატების საწინდარია. კომპანიაც ამ სტანდარტზე ყავს მოწყობილი შესაბამისად. ექსტრემალურ სამუშაო ეთიკას მოილიან თანამშრომლებისგან. ავტორი წერს, ჯენსენი დაჟინებით მოითხოვდა, რომ ახალ თანამშრომლებს ზუსტად სცოდნოდათ, სად მოდიან კარის შემოღებისთანავე. საორიენტაციო სესიაზე მარკეტინგის დირექტორი საუბრობს ესეთ რაღაცას. ჩვენ ულტრა აგრესიულები ვართ. თუ აქ იმ იმედით მოხვედით, რომ სადმე კუთხეში დაიმალებით, უბრალოდ ხელფას აიღებთ და 5 საათზე სახლში წახვალთ, ძალიან ცდებით. თუ ასე ფიქრობთ, განცხადება წასვლის თაობაზე დღესვე უნდა დაწეროთ. კომპანიის პოლიტიკა, უпростоრად ჯენსენის პოლიტიკა სწრაფი აყვანა, თუმცა ასევე სწრაფი დათხოვნა, თუ ახალი თანამშრომელი ვერ მუშაობს. ასევე ძალიან საინტერესოა უკუკავშირის თემას. ის თანამშრომლებს უკუკავშირის ღია შეხვედრებზე ყველას თანდასწრებით აძლევს. მისი აზრით, თუ თანამშრომელმა შეცდომა დაუშვა და უკუკავშირი საჭიროა, ამ შეცდომაზე მხოლოდ ერთმა ადამიანმა რატომ უნდა ისწავლოს დახურულ კარს მიღმა. უკუკავშირი სწავლაა, ამბობს ჯენსენი. რა მიზეზით უნდა იყოს ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ გაკვეთილს სწავლობს. თქვენ შექმენით პირობები იმ შეცდომით თუ სისულელით, რომელიც თავადვე დაუშვით. ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ ამ შემთხვევიდან. როგორც ავტორი წერს, ჯენსენს შეეძლო ვინმე 15 წუთის განმავლობაში უკაცრავად შეუსვენებლივ გაეკრიტიკებინაო. მიუხედავად იმისა, თუ სად ხდებოდა ესო. ის ამას სულ აკეთებს, ახსენებს ერთი აღმასრულებელი, არა მხოლოდ საერთო კრებებზე, არამედ პატარა შეხვედრებზეც კი. მე ადამიანები განზე არ გამყავს, ამბობს ჯენსენი. ჩვენი მიზანი არ არის ის, რომ ვინმეს უხერხულობა ავარიდოთ. ჩვენი მიზანია, რომ კომპანიამ შეცდომებზე ისწავლოს. თუ ლიდერი მცირე უხერხულობას ვერ უმკლავდება, შეუძლია მოვიდეს და დამელაპარაკოს, თუმცა მსგავსი რამ ჯერ არ მომხდარა. შექებაზეც შეხედულება აქვს თავისი ჯენსენს. შექება ყურადღების გაფანტოა. ყველაზე მომაკვდინებელი ცოდვა კი წარსული მიღწევების იმ იმედით ყურება, თითქოს ისინი მომავალი საფრთხეებისგან დაგიცავენ. ასევე უნდა ვახსენოთ, ჯენსენის მიერ თათბირებზე გამოყენებული პატარა, თუმცა საინტერესო ტექნიკა აკრონიმით LUA. ჯენსენი ვერ იტანს, როდესაც ის კონკრეტულ შეკითხვას სვამს და შეკითხვის ადრესატი უაზროდ მიედ მოედება. ამ დროს ჯენსენი დაიძახებს LUA, რაც ნიშნავს listen, ანუ კარგად მოусმინე შეკითხვას, understand, ანუ აღიქვი და მხოლოდ ამის შემდეგ answer, ანუ უპასუხე. ეს ჩემი საყვარელი აღმოჩენა გახლავთ ამ წიგნიდან მინდა გითხრათ. ეპიზოდი 12. ჯენსენისთვის სტრატეგია არის მოქმედება და არა ცარიელი სიტყვები. ჩვენ არა გვაქვს პერიოდული დაგეგმის სისტემა, ამბობს ის. მიზეზი ისაა, რომ სამყარო ცოცხალი ორგანიზმია, ჩვენ მუდმივად დაგეგმის პროცესში ვართ. ჩვენთან 5 წლიანი გეგმები არ არსებობს. ჯენსენისთვის სტრატეგიული მიზანი არის გადამწყვეტი. როგორც თავად ამბობს, სტრატეგიული მიზანი არის ხელმძღვანელი და ბორტზე მთავარი ოფიცერი. ყველაფერი მას უნდა შეესაბამებოდეს. სტრატეგიული მიზნის შერჩევაში კი მას დიდი გამოცდილება აქვს. 90-იანებში დაინახა, რომ ვიდეო თამაშების ინდუსტრია ვითარდებოდა და ფსონი მასზე დადო, ხოლო დღეს აღარაფერს ვამბობ AI მიმართულებაზე ფაქტობრივად ის პროცესის სათავეებთან დგას და ყველაფერი მის ხელში გადის, მოთხოვნადი კაცია AI ეპოქაში. სხვათა შორის თამაშების ინდუსტრიაზე აქვს ნათქვამი, რომ ბაზარზე როცა შევედით, ფაქტობრივად ბაზარი არ არსებობდაო. პროდუქტთან ერთად ბაზარიც ჩვენ შევქმენითო. ეპიზოდი 13. ჯენსენს უყვარს მეილები.
ამ კუთხით ჯენსენის გამოგონებაა, ასე რომ ვთქვათ, ეგრეთ წოდებული 5 პრიორიტეტის მეილი. პერიოდულად ორგანიზაციის ყველა დონის თანამშრომელს მოეთხოვება მეილის მეშვეობით მოიწერონ ის 5 საკითხი, რომელზედაც მუშაობენ, 5 მთავარი საკითხი და ასევე შესაძლო ახალი პროექტები და ტექნოლოგიური სიახლეები. ეს მეილები ბაზაში ერთიანდება, სადაც საძიებო სისტემის და ფილტრების მეშვეობით ჯენსენს თემების გაფილტრვა ადვილად შეუძლია. როგორც წიგნის ავტორი წერს, 5 პრიორიტეტის მეილი ჯენსენისთვის უკავშირის უმნიშვნელოვანეს არხად იქცა. ეს მას საშუალებას აძლევდა წინასწარ დაეჭირა ბაზრის ის ცვლილებები, რომლებიც უმცროსი რგოლის თანამშრომლისთვის უკვე აშკარა იყო, ხოლო ჯენსენისთვის და მისი უახლოესი გარემოცისთვის ჯერჯერობით არა. ამასთან დაკავშირებით თავად ჯენსენი კარგად ამბობს: მე სუსტი სიგნალების დაფიქსირებას ვცდილობ. ძლიერი სიგნალების შემჩნევა ადვილია. მე მათი გადაჭერა მაშინ მინდა, როცა ჯერ კიდევ სუსტად ვლინდებიან. აქვე NVIDIA-ს აღმასრულებლებს მიმართავ სწორად გამიგეთ, მაგრამ თქვენ შეიძლება არ გეყოთ გონებრივი რესურსი ან შესაძლებლობა იმის შესამჩნევად, რაც მე ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია. მე-14. ჯენსენი მარადიული მოსწავლეა. გონების სამყაროს პოდკასტში ჩვენ დაფარული მაღალი დონის შემსრულებლებზე ჩვენს არაერთხელ გვითქვამს. თუნდაც ბოლო ეპიზოდი რომ ავიღოთ კობი ბრაიანზე. მისი ბრწყინვალების მთელი ხაზი სწორედ ეს იყო, ის სწავლობდა ყველა შესაძლო წყაროდან. ჩვენს დღევანდელ წიგნში ერთი ასეთი ეპიზოდია, მარკეტინგის ყოფილი ხელმძღვანელი იხსენებს რაღაც კონფერენციას ვესწრებოდი და იქვე ჯენსენს მოუკარი თვალი ბლოკნოტით ხელშიო. ვიცოდი, რომ სიტყვით გამოსვლა არ ქონდა, აქ არაფერი არის საქმებელო და ვკითხე, თუ რას აკეთებდა კონფერენციაზე. ჯენსენმა მიპასუხაო: აქ სასწავლად ვარ. და მართლაც რაღაცებს ინიშნავდა და როგორც შემდგომ აღმოჩნდა, იმ კონფერენციაზე ხალხის ნაწილიც გაიცნო, რომლებიც მალევე თავისკენ დაასაქმაო. მე-15 და ბოლო. ოქროში ჩახჯობის კონცეფცია დავარქვი ამას. ესე იგი, ხო საოცრად მომთხოვნია ჯენსენი. ძალიან მომთხოვნი და ინტენსიური პიროვნება, თუმცა თუ თანამშრომელი არის გამოსადეგი და თანამშრომელი არის კომპანიისთვის მნიშვნელოვანი, როგორც მისი ერთ-ერთი აღმასრულებელი იხსენებს, ჯენსენი ჩაგახჩობს ოქროშიო, გადაგიხდის იმდენს, რომ არსად და არასდროს არ მოგინდება NVIDIA-ს დატოვებაო. ძვირფასო მსმენელებო, მადლობა ყურადღებისთვის. შეგახსენებთ გონების სამყაროს პოდკასტი შეგიძლიათ Spotify-ზეც მოусმინოთ. აბა შეხვედრამდე კიდევ ერთხელ მადლობა და ბედნიერად.